რეპეტიცია მიმდინარეობს. ინკლუზიური დასი ცხოვრება მშვენიერია საპრემიერო სამზადისშია. მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე შემოქმედებითი გუნდის სპექტაკლს ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი წარადგენს. ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი მინდოდა დამედგა ძალიან დიდი ხნის წინ. უბრალოდ ეხლა მქონდა შემოთავაზება, რომ აი ამ პროექტის ფარგლებში გამეკეთებინა რამე სპექტაკლი, რომლის მონაწილეებიც იქნებოდნენ ტიპური განვითარების ახალგაზრდები და ბავშვები და მათ შორის შეშმო პირებიც. სპექტაკლი ეხმიანება სიმსივნით დაავადებული ბავშვების გამოწვევებს გამოჯანმრთელების გზაზე. კომედიასა და დრამაში გაჯერებული ხასიათით გადმოსცემს თითოეული დღის მნიშვნელობასა და საჭიროებას, რომლებსაც ისინი ხანგრძლივად გადიან. ახლახან შემოვიკრიბეთ და კიდე გაიზარდა რიცხობრივად დასის მონაწილეთა რაოდენობა, მაგრამ აი ძალიან სხვანაირი გარემო მაქვს აქ. ის სხვა დამატებითი პასუხისმგებლობები, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ჩემს ზურგზე არ გადადის და მხოლოდ შემოქმედებით პროცესში ვარ ჩართული და ეს ისეთი სასიამოვნოა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვიხარჯები ბავშვებთან და ზუსტად იგივეს ვიღებ მათგანაც. გააზრებული აქვს თითოეული სიტყვა, რასაც ამბობენ. ასე რომ ხრომად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მაყურებელთან მიიტანენ ამ სათქმელს ბოლომდე. იმიტომ რომ იციან რას ამბობენ, იციან რას აკეთებენ და მგონია რომ თავს გაართმევენ ბოლომდე სცენაზე ყველაფერს. სპექტაკლში მთავარი პერსონაჟის ოსკარის როლს მისივე ასაკის მსახიობი შეასრულებს. თამაშობ ოსკარის პერსონაჟს. ოსკარი არის ბიჭუნა, რომელსაც აქვს კიბო და ცდილობს მის დამარცხებას. მას სიცოცხლემდე 12 დღე აქვს დარჩენილი და მიიჩნევს როგორც 120 წელს. ანუ ყოველ დღე გადის 10 წელი. ჩემი როლით და სპექტაკლით მინდა რომ მაყურებელს ვუთხრათ, რომ დიაგნოზი განაჩენი არ არის და ყველა ბავშვს მივცეთ იმის мотиваცია, რომ იბრძოლონ და დამარცხონ ეს ვერაგი დაავადება. პრემიერას დაესწრება ცნობილი იტალიელი მსახიობი სიმონა კალავერი, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ მასტერკლას მსახიობებსა და რეჟისორს ჩაუტარებს. დღეს ესეც საჩუქარი გავუკეთეთ, რეპეტიციაზე მოვიყვანეთ, არ იცოდნენ, რომ დღეს მოყავდა და აი ეს სურპრიზად მოვედით. მე ვფიქრობ, ნებისმიერი მსახიობისთვის არის ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი ბედნიერება, ესე ვიტყოდი, რომ მის სპექტაკლს, სადაც ის მონაწილეობს, დაესწრება იტალიელი კინოვარსკვლავი და მით უმეტეს დამწყები მსახიობისთვის, დამწყები პატარასთვის წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერება. ოსკარის და ვარდისფერი ქალბატონის სიუჟეტი სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვე და შემძრა ამ ისტორია. შემძრა ისტორია იმისა, თუ როგორ შეუძლია დედას მიატოვოს საკუთარი შვილი მისი ცხოვრების ასეთ რთულ პერიოდში. მე თვითონ სამი შვილის დედა ვარ და გაუგებარია ასეთი დედის პოზიცია. რაც შეეხება ბავშვებს, დასთან შეხვედრა იყო ძალიან ემოციური. ყველა კარგად თამაშობს და ასრულებს თავის როლს. დარწმუნებული ვარ, რომ სპექტაკლი ჩაივლის უმაღლეს დონეზე და ჩემი მოლოდინებიც გამართლდება. სპექტაკლის პრემიერა 5 ივნისს შედგება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს მხარდაჭერის ძალას, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ ვერაგ დაავადებასთან მებრძოლ ბავშვებს.